ახლოვდება ბოლოზარის და ბანკეტის პერიოდი. ეს ყველაფერი არის დიდ თანხებთან დაკავშირებული. მე-12 კლასელებისთვის ეს დღე არის ძალიან განსაკუთრებული, ცდილობენ რომ დაამახსოვრდეთ კარგად და ამისთვის საჭიროა დაიქირავონ რეჟისორი, ცეკვის მასწავლებელი, წავიდნენ ერთად დასასვენებლად. მასწავლებლისთვის შეიძინონ საჩუქრები. ეს მარიამ ბასიაშვილია, რომელიც მე-12 კლასის მოსწავლეა და მისი ასაკის მოზარდების მსგავსად ისიც ემზადება ბოლოზარის ღონისძიებისთვის. ჩვენთან საუბრისას მარიამი ამბობს, რომ ბოლოზარი და ბანკეტი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი დღეა, რომელიც მისივე თქმით დიდ თანხებთან ასოცირდება. მარიამმა თრიალეთის გადამღებ ჯგუფთან საუბრისას აღნიშნა, რომ ბოლოზარის ღონისძიებისთვის კლასები რეჟისორს, ქორეოგრაფსა და ფოტოგრაფს ქირავენ, რაც გარკვეულ ხარჯებთან ასოცირდება. მე-12 კლასელები ამბობენ, რომ ბოლოზარი და ბანკეტი საშუალოდ 600-დან 1000 ლარამდე ჯდება, რასაც ემატება პირადი სამზადისის ხარჯებიც. ამ ხარჯების გარდა საჭიროა კაბის შეკერვა, სალონში მაკიაჟის გაკეთება, თმების გაკეთება და ეს ყველაფერიც, რა თქმა უნდა, ასოცირდება დიდ თანხებთან. ამ ყველაფერს სჭირდება მორთვა, გალამაზება, რათა უფრო ლამაზი იყოს ჩვენი გარემო. შემდეგ მივდივართ რესტორანში, რათა აღვნიშნოთ ეს განსაკუთრებული დღე და იყოს დასამახსოვრებელი. ამ ყველაფერს სჭირდება ფოტოგრაფის და ვიდეოგრაფის დაქირავება, რათა იყოს ეს ყველაფერი დასამახსოვრებელი და დაგვრჩეს. გარდა ამისა ვიკრიბებით კლასელები, ვრეპეტიციობთ ბოლოზარის ღონისძიებისთვის. საშუალოდ ეს ყველაფერი მე მაგალითად მიჯდება 800 ლარამდე, თუმცა ჩემს ირგვლივ ზოგი მე-12 კლასელი ამბობს, რომ უჯდება უფრო მეტი, ზოგი ამბობს, რომ უფრო ნაკლები. ამ ყველაფრის შემდეგ მოდის ეროვნული გამოცდები, რითიც ძალიან დატვირთულები არიან მე-12 კლასელები. ეს ყველაფერიც, რა თქმა უნდა, ასოცირდება დიდ თანხებთან, უნივერსიტეტის ხარჯებთან და რა თქმა უნდა, რთული პერიოდია. აღსანიშნავია ისიც, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ მოზარდები უმაღლეს სასწავლებელში ირიცხებიან, რომლის გადასახადის დაფარვაც მომავალ სტუდენტებს ხშირ შემთხვევაში წინასწარ უწევთ. ამიტომ მარიამის თქმით მე-12 კლასელებისთვის ეს პერიოდი ფინანსურად რთულია.